თებერვლისთვის თემატური ანგარიშით დრო, საათი, კალენდარი. დრო არის საუკუნეების, წლების, კვირების, საათების ერთობლიობა. დროის ცოდნა გვეხმარება ჩვენი წარსულის, არწყმოს, მომავლის გაგებაში. ამიტომ დროის აღრიცხვას დიდი მნიშვნელობა აქვს. დროს კალენდრის მეშვეობით ვიგებთ. პირველი კალენდარი გამოიყენეს ეგვიპტელებმა. ისინი აკვირდებოდნენ მდინარე ნილოს, რომელიც დიდდებოდა და მოსავალს ანახურებდა. ეგვიპტელებმა დაიწყეს დღეების დაჭრა. სულ 365 დღე გამოვიდა. ზუსტად ამდენი დღეა ერთ წელში. წელიწადში 4 დროა: გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა, ზამთარი. თითოეულ დროში 3 თვეა. სულ წელიწადში 12 თვეა. ბავშვებო, შემახსენეთ რამდენი დროა წელიწადში? 4. ჩამოთვალოთ. გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა, ზამთარი. რამდენი თვეა? 12. მოდით ეს 12 თვეც ჩამოვთვალოთ. იანვარი, თებერვალი, მარტი, აპრილი, მაისი, ივნისი, აგვისტო, სექტემბერი, ოქტომბერი, ნოემბერი, დეკემბერი. დიახ. ეხლა თქვენ მითხარით, რამდენი თვეა თითოეულ დროში? 3. კი ბატონო. ეხლა დააკვირდით მაგიდას. თქვენ მაგიდაზე არის აწყობილი ნახატი. გვერდზე არის დაჭრილი თვეები. 12 თვე და 1 ნახატი. მე ხლა ამ ნახატს ავურებ, ეს არის ფაზი. ამ ფაზს ავურებ და თქვენ უნდა შეეცადოთ აწყოთ ის ნახატი, რომელიც თქვენ მაგიდაზე დევს. მაგრამ ეს დავალება ასე არ თავდება. თქვენ აწყობთ ნახატს, გამოიცნობთ წელიწადის რომელი დროა თქვენ მაგიდაზე აწყობილი და ამ დროის შესაბამის თვეებს მოძებნით ამ 12 თვეში და დაუდებთ გვერდზე. დავალება გავიგეთ? დიახ. მოდით მაშინ მე ხლა ავურებ ამ ნახატს, ასე. ყურადღებით, აქ მთავარია გუნდური მუშაობა, ხო? აბა რომელ მაგიდასთან როგორი გუნდი ზის?
დავალე ხო? ავაწყებ ჩვენი დავალება, ძალიან კარგი, ხოჭა, კარგი ბავშვები ხარ. ეხლა დააკვირდით თქვენ ნახატს და მინდა გითხრათ, რომელ მაგიდას წელიწადის რომელი დრო შეხვდა. თქვენ მაგიდას წელიწადის რომელი დრო შეხვდა, აბა, ნახატს დავაკვირდეთ. გაზაფხული. და გაზაფხულის თვეებიც დავალაგეთ. ხოჭა, კარგი ბავშვები ხარ. თქვენ მაგიდას ზამთარი. ზამთარი. თქვენ? შემოდგომა. ხოჭა, თქვენ? ზაფხული. ძალიან კარგი. ზამთარი წლის ყველაზე ცივი დროა. ზამთრის თვეებია დეკემბერი, იანვარი, თებერვალი. ზამთარში დღე მოკლეა და ადრე ღამდება. ზოგიერთ ქვეყანაში თოვლი და ყინვა. მცენარეები აღარ იზრდებიან და ხეებსაც ფოთლების ცვივად. ზოგიერთ ცხოველს ზამთრის განმავლობაში სძინავთ. ზაფხული წლის ყველაზე ცხელი დროა. ზაფხულის თვეებია ივნისი, აგვისტო. ზაფხულში დღეები გრძელია და გვიან ღამდება. ყვავილები ხარობს, ხეებზე კი ხილი მწიფს. ადამიანები ზღვაზე დასასვენებლად მიდიან. შემოდგომა წლის ყველაზე ბარაქიანი დროა. შემოდგომის თვეებია სექტემბერი, ოქტომბერი, ნოემბერი. შემოდგომის დღე მოკლდება და სულ უფრო ცივია. ხეებზე ფოთლები ფერს ძირს ცვივა და დედამიწას ფერადი ყალჩა ფარავს. ადამიანები და ცხოველები ზამთრისათვის საჩოს იმარაგებენ. ფრინველები კი თბილ ქვეყნებში მიფრინავენ. გაზაფხულზე დღე იმატებდა თანდათან თბილა. გაზაფხულის თვეებია მარტი, აპრილი, მაისი. ხეები ფოთლები შდება და დაზიწყება. თოვლი ძნება. ფრინველები თბილი ქვეყნებიდან ბრუნდებიან და ბუდეებს იშენებენ. ჩვენს გარეთ მეტ დროს ვატარებთ.
წამოსვლის დროს დგებოდა და მზის ჩასვლამდე მუშაობდა. მზე ეხმარებოდა დროის გაგებაში. მაგრამ ერთხელ ადამიანი დააკვირდა, რომ ჩრდილები წრეზე მოძრაობდნენ. დღის სხვადასხვა მონაკვეთში გრძელდებოდნენ და მოკლდებოდნენ და ამიტომ ადამიანმა მზეზე დაკვირვებით გამოიგონა პირველი საათი. მიწაში ჩააჭრეს გრძელი ბოძი და მის გარშემო დახაზეს წრე. წრეში დახაზეს ხაზები, რომელიც უქმდებდა დროს. მზის ამოსვლისას ეცებოდა ხაზებს და ამით იციგებდა დროს. ამ საათს დაარქვეს? ამ საათს დაარქვეს მზის საათი. მზე რომ ამოდიოდა ხაზებს რა ეცებოდა ანდრია? ჭრილი. და ჭრდილით უჩვენებდა დროს, ხო? ნახ დააკვირდი ანდრია? აი, შეხედე, იქიდან მზე ხომ ანათებს და ჭრდილი ეცემა ხაზებს და თითოეული ხაზი გარკვეულ დროს აჩვენებდა ბავშვებო. მაგრამ ეს საათი ძალიან მოუხერხებელი იყო, იმიტომ რომ მოღრუბლულ ამბში და ღამე ვერ იგებოდა. მზის საათით დროის გაგება შეიძლებოდა მხოლოდ მზის საათით მხოლოდ როგორ ამინჩი შეიძლებოდა დროის გაგება? ამინჩი შეიძლებოდა დროის გაგება. შემდეგ ადამიანმა გამოიგონა წყლის საათი. წყლის საათი დროს დღეს უჩვენებდა ღამეს. აიღეს მაღალი ჭურჭელი, ჩაასხეს წყალი და წყალი წვეთავდა მეორე ჭურჭელში, მაგრამ წყლის საათი ძალიან მოხერხებელი იყო, რადგან სულ წყლის დამატებას და დაღვრას ითხოვდა. ადამიანს სექსხოვანი საათი ჰქონდა, რომელიც სანთლისგან ეკდებოდა. სანთლზე იყო ხაზები, რომელიც დროს ჩვენებდა, მაგრამ ეს საათი ძალიან მოუხერხებელი იყო, შეიძლებოდა გადმოვარდნილიყო და გაეჩინა ხანძარი. დიდი ხნის ფიქრის შემდეგ ადამიანმა გამოიგონა ქვიშის საათი. ის ორი კონუსისგან შედგება. ერთი ქვიშა ხაზებდნენ, დროის აღწერებოდა, როცა საათს გათმოვარდნილიყო. ქვიშა იღრება? მეორე კონუსი. დროის აკლა მთავრდებოდა მაშინ, როდესაც ქვიშა მეორე კონუსი ჩამოიცლებოდა. ქვიშის საათს ძირითადად რა დროს იყენებდნენ ბავშვები? ორთაბრძოლების დროს დროის დასანიშნად იყენებდნენ. ამით ზუსტი დროის გაგება შეიძლება? არა.
ოქტომბერ, ნოემბერ and December.